რუსეთმა გამოიგონა მეგობრებო კიბოს ვაქცინა. ეხლა აპრილიც არ არის და 1 აპრილი რო იყო შეიძლება და ტყუილია. დიახ მეგობრებო, შუა დეკემბერში მოვიდა მაგისი კარდიოლოგის უფროსი რო ჩვენ მოვიგეთ, გამოიგონეთ რა ქვია იმ სიტყვას, რომ კიბოს ვაქცინა უკვე და 2025-დან დაიწყებს ვაქცინაცია. თავისი მოქალაქეებისთვის იქნება უფასო და მერე მასშტაბით სხვა ქვეყნებშიც გაუგზავნიან და დაახლოებით 10,000 ლარი ეძახიან ვაქცინის გირებულება იქნება. თქვენ გძერა მეგობრებო, რუსეთმა შეიძლება ეს გააკეთო? რა გაკეთება შეიძლება, მაგრამ დღესობით თელი სოფლიოს მეცნიერებმა და ექიმების ეგრე ლაპარაკობს, რომ ეს ცოტა პოლიტიკური უფრო ჩანს, ვიდრე სერიოზული, რომ რუსეთმა დღეს გამოიგონა ეს ვაქცინა. ვაქცინა არსებობს ორნაირი მეგობრებო, რომელიც ჩვენ თავრობამ რამოდენიმე წლის წინ ყველა თავრობამ გააკეთა მოქალაქეებს. ერთი ვაქცინა ეს არის, რომ უკვე არსებული არის ეს ვირუსი შიგნით და თელი ქვეყანაში ერთი და იგივენაირი ვირუსია შიგნით და ერთი და იგივე ვაქცინა გააკეთეთ. მაგრამ კიბო ხო არ არის ერთი და იგივენაირი. კიბო არსებობს 1000-ობის ნაირი. 1000-ობის ნაირი არსებობს და კიდე ხასიათი არის კიბოსი მეგობრებო, რომ ზოგი ადამიანზე როგორ მოხმედებს, ზოგი ადამიანზე როგორ მოხმედებს. ზოგი ადამიანი პირველი ეტაპის კიბოთიც მოკვდა, ზოგი ადამიანი მეოთხე სტადიიდანაც დაბრუნდა. ეს არის იმუნიტეტის პრობლემა, ოტოიმუნიტური დაავადება, ჩვენი უჯრედების, პროტეინის, გლუკოზის არევის პრობლემა. დიახ მეგობრებო, აქ არის ცოტა ჩანსის, რომ გენეტიკური როლიც თამაშობს. მაგრამ არ არსებობს ერთი ვაქცინით 1000-ობით ნაირი კიბოს დაავადება, რომ ერთი ვაქცინა ყველას გაუკეთე და მერე არ მოვა იმ ადამიანს კიბო. პირველი არსებობს პაპილომა ვირუსისთვის ვაქცინა, რომელიც უკვე არის საქართველოს არის მეგობრებო, მე მგონი და ინდოეთშიც არის უფასო აკეთებენ ყველა ქვეყანაში მაგას მე მგონი. მეორენაირი ვაქცინა არსებობს, რომელიც უკვე არსებულია ეს პრობლემა ადამიანს შიგნით, არის კიბო, ამოიგებენ იქიდან ინფორმაცია და ხელოვნური ინტელექტით მოძებნიან იქ ის პრობლემა და მერე ვაქცინით გააკეთებენ მაგის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, რომ ის კიბოს დაავადება მოკვდე. ანუ რუსეთი ამბობს, ჩვენ გამოიგონეთ ეს მეორე ტიპის, ანუ არსებული პრობლემასთვისაც შეიძლება მაგის კურნალობა. თუ მართლა რუსეთმა გააკეთა, რომ მეორე ტიპის, რომ არსებული კიბოს პრობლემაა, გააკეთე ვაქცინა და ესეთი ძლიერი გახდება მაგისი იმუნიტეტი ადამიანის იმ მაგის საწინააღმდეგო, რომ შეიძლება ნელ-ნელა მოკვდე ეს დაავადება. მაშინ ეს იქნება მაგარი რევოლუცია მეგობრებო და ქიმიური თერაპია და ესეთი პროცედურები არც დაჭირდება ადამიანს და დედამიწისთვის, ანუ ეს მაგაზე მაგარი რამე არ იქნება მოგენული და ამოისუნთქეთ მილიონობით ადამიანი ამ დაავადების გამო, მაგრამ ეს არ არის, ჯერჯერობით არ იქნება, ვიცი, ეს არის. და ყველა ესე ფიქრობს, ჩემი აზრიც ეს არის, რომ რუსეთის დღეს მაგის თავი არა აქვს, რომ ეს გააკეთო, ეს იქნება პროსტა რომ ყურადღება სხვაგან მიაქციო ყურადღება სოფლიოს. რუსეთის ვაქცინას რო არ დაალევდო მეგობრებო, რა უნდა გააკეთო, რომ ძალიან შევამჩნივროთ კიბოს რისკები. კიბოს ეს არის დატჩიკი, ჩვენი დატჩიკი, შიგნით რო არის მაიკროკონდრია რო ეძახი, ეს აძლევს ენერგია. ენერგია აძლევს ჩვენი უჯრედებს. ეს მაიკროკონდრია რო დაიგლება და გაფუჩდება. მაშინ ეს უჯრედები, ანუ უჯრედი გაბრაზდება და ესეთი ძლიერი გახდება მერე უკვე კონტროლში არ არის. და ეს უჯრედი, კარგი უჯრედი გახდება ცუდი.
სხვაგან ეს გარედან არ მოდის ეს დავადება, შიგნით იბადება და ჩვენი კარგი უჯრედები, რომელიც კეთილი არის, ესვე გახდება ბოროტი და ეგეთი ბოროტი გახდება всё არ უნდა მე გაბრაზდება, რატო არ მაძლევს ენერგია. მაიკროკონდრიას ეუბნება, რატო არ მაძლევს ენერგია, აგერ ნახე, ეხლა ყველაფერს გავაპუჩებ. მაგრამ მაიკროკონდრიას რა ბრალია ადამიანმა თვითონ ეს მაიკროკონდრია გააპუჩა მაგალი შაქრიანი, მაგალი გლუკოზის საჭმელებით, არ ვარჯიშობენ, ზიან, სიბნელეში, ტელევიზორს უკურებაში. კი ბატონო, არის ძალიან ცოტა რისკია, ეს გენეტიკურია. გენეტიკური კიბო 100%-ით რო იქნებოდა, მაშინ ბავშვი რო დაიბადებოდა, იმ დღესვე იმას კიბო იქნებოდა. როგორც ჩემი თვალისფერი, ჩემი ბავშვის იმ დღესვეა, ხო? ჩემი თმისფერი იმ დღესვე ჩემ ბავშვს იგივე თმისფერია, იგივე კანისფერია, ეგ ქვია გენეტიკა. და იგივე იზრდება. იმ დღეს არ არის. ცხოვრების დროს, ნებისმიერი დროს, როცა სპრესზე მიდის იმუნიტეტი და იმუნიტეტის სპრესზე ძალიან დაბალი იმუნიტეტი მიდის და უცბად თუ არის გენეტიკურიც, ეს გამოდის ეს დავადება. სამი რამე არის, რომ შეიძლება სიამჩირო ეს რისკები. პირველი არის საჭმელიდან საჭმელამდე დიდი შუალედი, fasting მეგობრებო, საჭმელი როცა არ აჭამს, მაშინ კეთდება ადამიანის ეს უჯრედები განვითარდება. კარგი უჯრედები განვითარდება მაშინ როცა არ აჭამს. გაძლევს თქვენი ორგანიზმს საშუალება, რომ რამდენი საათი არ აჭამს. კი, ეხლა ადამიანმა მიხვდა და ბევრი ადამიანი ზოგი 16 საათი თუ 18 საათიანი შუალედი აკეთებ და ეს ძალიან კარგია. ოტოფაგია მაგალია, როცა წმენდა აკეთებს ორგანიზმი თავისი თვით. თქვენ რო ჭამ, საქმე ის აკეთებს, რომ გადაამუშავოს ეს ნაჭამი საჭმელი თუ გაწმენდა გააკეთო. გაწმენდა მაშინ კეთდება, როცა თქვენ არ აჭამს. პირველი არის შუალედი დიდი შუალედი 16-18 საათიანი შუალედი გააკეთე, კიბოს რისკი შემცირდება. მეორე არის ვარჯიში. არ ვეუბნები ივარჯიშოთ დარბაზებში. ზოგი ადამიანს არ შეუძლია, მოხუცია. სიარული ხო შეიძლება. სიარული და ვარჯიშის დროს იხარჯება გლუკოზა. ენერგიით იხარჯება გლუკოზა. და გლუკოზა საჭმელია კიბოსი. გლუკოზა შემჭირდება ყოველთვის. ნაკლებად იქნება სიცხლში გლუკოზა. ეს თქვენთვის არის ყველაზე საუკეთესო სიტუაცია თუ გინდა რომ მომავალში არ განვითარდეს ცუდი დავადება ჩვენი ორგანიზმში. მესამე არის ძილი. კარგი ძილი. როცა მზე მოდის, მაშინ თუ გაიგვიძებს და მზის მოსულა რო ნახე, ერთი თვე ნახე მზის მოსულა. თქვენ ღამე წესიერად დაიძინებთ, სტრესის ჰორმონი იქნება დაბალი, ხიარულის ჰორმონები ყოველთვის იქნება მაღალი და ეს საუკეთესო სიტუაცია ერთი ადამიანისთვის, რომ არ განვითარდე ცუდი დავადებები. თქვენ როგორც ფიქრობთ, რუსეთს შეუძლია დღეს რომ გამოიგოთ ეს ვაქცინა, დაწერეთ კომენტარებში. ყოველთვის იკავით ჯანმრთელი, ბედნიერი და ინფორმირებული. ინფორმაცია რა ხდება ჩვენ ირგვლივ ჯანმრთელობის სექტორში, თქვენ უნდა იცოდე. კარგად და ბედნიერად.